და დღეს პოლიტიკის გარდა ვსაუბრობთ კულტურის პოლიტიკაზეც, როგორც უკვე გითხარით, ქართველი კანონმდებლები დღეს პროფესიული თეატრების შესახებ კანონზეც მუშაობენ. სახელმწიფო თეატრების მართვის არსებული ფორმა არ არის მოქნილი, ის ვეღარ პასუხობს თეატრის სპეციფიკასა და არსებულ გამოწვევებს. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი, რის გამოც კანონი იცვლება. პროექტის მიხედვით გაუქმდება სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელიც ამჟამად პასუხისმგებელია თეატრის შემოქმედებით მუშაობაზე. თეატრის მმართველი კი დირექტორი იქნება, რომელსაც კულტურის მინისტრი დანიშნავს. ასეთია პროექტის თავდაპირველი ვერსია, თუმცა უმრავლესობის განმარტებით კანონზე მუშაობა არ არის დასრულებული და მსჯელობა უფლებამოსილებების შესახებ ახლაც მიმდინარეობს. ცვლილებებია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ კანონში. 10 მარტიდან ბიბლიოთეკა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. შეიცვლება ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსი და ის გახდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ახალი ხელმძღვანელი ყავს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც. თეა ონიანი თანამშრომლობს სწორედ კულტურის მინისტრმა წარუდგინა. ცვლილებები კანონში, აქციები თეატრების წინ, გაფიცულ მსახიობთა ნაწილი ქუჩაში და საგაზაფხულო სემესტრის დაწყებამდე ბლოკირებული თეატრალური უნივერსიტეტის ცენტრალური შესასვლელი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რა ხდება ხელოვნების სფეროში და როგორია ქართული კულტურის მოკლე და გრძელვადიანი პოლიტიკის სტრატეგია. ხამის კურიერის კითხვებს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პასუხობს. დღეს ის პირველად არის ჩვენი სტუმარი, საღამოშვიდობისა. ქალბატონო თინათის ვერ დაგიძახებთ, თქვენობით გავაგრძელებთ, მაგრამ თიკათი მოგმართავ თუ შეიძლება. და არ მიყვარს ეს ხელოვნურის ჩვენი იმდენი წელი ერთმანეთს ვიცნობთ, თუმცა მინისტრის რანგში ნამდვილად პირველად ხართ ჩემთან სტუმრად. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და ვიდრე მინდა იმ ყველა რაღაც ცვლილებებს, იმიტომ რომ ისეთი პერიოდი იყო ქვეყანაში და არის პოლიტიკურად აქტიური, რომ ეს კულტურის სფერო, ცვლილება, ახალი მინისტრი კითხვების გარეშე ჩავიარეთ და მე მინდა ახლა ეს კითხვები დავსვა და ვიდრე კონკრეტულ ცვლილებებზე გადავალ, დავიწყოთ იმით, რომ დღეს მოგწოს თუ არ მოგწოს პოლიტიკა შემოვიდა ხელოვნებაშიც. ამ პოლარიზებულ გარემოში ვხედავთ უკვე მსგავს ვითარებას არა მხოლოდ მსახიობებში, მომღერლებში, მოკლედ ხელოვნების სფეროშიც. ვხედავთ, რომ ადამიანების ნაწილი, ვინც მაგალითად სცენაზე უნდა იდგეს, ქუჩაში დგას და ამბობენ, რომ არიან გაფიცულები და ვნახეთ თქვენ ცალსახად თქვით, რომ პოლიტიკური პრეფერენციებს თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ხელოვნებასთან მიმართებაში. ამიტომ მოდი დავიწყოთ ამით, როგორია თქვენი როგორც ახალი მინისტრის პოლიტიკა კულტურის სფეროში, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით. მოგესალმებით, ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ და თქვენ აუდიტორიას. პირველ რიგში მადლობა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ესე როგორ ითვლება 3-4 თვე რო გადის, რაღაც შესწავლის პირველი ეტაპი სრულდება და ვფიქრობ, რომ დროა რომ ღია კომუნიკაციის ამარხებითაც დავიწყოთ ჩვენ მაყურებელთან და ჩვენ მომხმარებლებთან, ბენეფიციარებთან საუბარი. დარგი ძალიან დიდია და ჩვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერების შემოთავაზებით დარგში, რადგანაც კულტურაში სფეროს წარმართავს სამინისტრო, მივიღეთ ეს შემოთავაზება და მადლობა ამისთვის. სირთულეებიც არის, თუმცა გამოწვევა უფრო დიდია, იმიტომ რომ კულტურის და სპორტის სამინისტრო გაიყო. ხო, და კულტურა დარჩა ცალკე. ეს პლუსია კულტურის სამინისტროსთვის ძალიან დიდი. ეს არის სპორტისთვის პრიორიტეტი, ეს ხაზს უსვავს ერთის მხრივ ჩვენ გუნდში, რომ სპორტი პრიორიტეტულია და მეორეს მხრივ რომ პრიორიტეტულია კულტურა. და რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სხვადასხვა ეტაპებზე ყოველთვის იყო მაინც ან ახალგაზრდობის, ან ისე ან განათლებასთან და ეხლა დადგა ის დრო, როდესაც სპორტით პრიორიტეტულად უნდა განვითარდეს და კულტურაც და სულ უფრო უკეთ და უკეთ უნდა ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ხვალინდელი მიზანი იმ შედეგზე გასვლა არის ჩვენი გუნდის მიზანი, რაც არის გრძელვადიანი მართლაც პერსპექტივა. გრძელვადიანი პერსპექტივა კულტურისთვის ნებისმიერი ადამიანი, როგორი დაპირისპირებულიც არ უნდა იყოს, დამეთანხმება, რომ ერთის მხრივ ეს არის ძეგლთა მემკვიდრეობის შენარჩუნება, როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური, მეორეს მხრივ ეს არის განვითარება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი, ქართული ოცნების გუნდი და პრემიერი არიან ამ ქვეყანაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც აქვს რეალური სტრატეგია, რეალური სამოქმედო გეგმა,
რომელიც წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდე საარჩევნო პერიოდში, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი რა მოხდება მომავალი 4 წლის განმავლობაში, რომელზედაც ყოველდღურად ვსაუბრობთ და ყოველდღურად დეტალებამდე ჩავდივართ იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი ვაკეთოთ. ხო, მოდით ასე დეტალურად გავყვეთ, იმიტომ რომ მე არ ავიცილებ არც ერთ უხერხული კითხვები არ არსებობს, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და მე ვფიქრობ, რომ ამ სტრატეგიის მიუხედავად, ხა მსოფლიოში რაც ხდება, ყველა კარგად უყურებთ. ერთადერთი ადამიანურადაც, პოლიტიკურადაც მინდა ვისურვო ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ის დიდი გამოწვევები, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს და პოლიტიკური პროცესები მაქსიმალურად ისე გადაიაროს ჩვენმა ქვეყანამ, რომ პირველ რიგში მშვიდობა შევინარჩუნოთ და ამისთვის ნამდვილად ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, მე პირადად არა, მაგრამ დიდ გუნდს მადლობა ეკუთვნის, იმიტომ რომ ბოლო 4 წელია პრაქტიკულად ბრძოლის რეჟიმში უწევთ, თუ 3 წელია ამ მოცემულობის დაცვა და დღესაც არ არის ადვილი თვალების გასწორება იმისთვის 1 წლის წინ, რაზეც ვიღაცებს ეღიმებოდათ, აღმოჩნდა რომ სოფლიოში მართლაც ეს რეალობაა. და მე მინდა რომ ადამიანებმა გვახსოვდეს, რომ დამაინც ყველანაირი დაპირისპირებულობის მიუხედავად ჩვენ ვართ ადამიანები და ჩვენ მინდა მჯეროდეს, რომ ყველას ერთნაირად გვიყვარს ეს ქვეყანა და ქვეყანას არ გადავაყოლებთ და ერთმანეთს ისე არ ვატკენთ ნინო გულს, რომ უკან დასახევი გზები აღარ დარჩება. აი ეს არის ჩემი ესე რომ ვთქვათ, გქონდათ საშუალება რომ ეს ყველაფერი პირადად გეთქვათ იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან და თქვენც ხელისუფლების ნაწილი ხართ, ხო, რაც არ უნდა კულტურის სფეროს ხელმძღვანელობდეთ. როგორ მე პოლიტიკური გუნდის წევრი ვარ, პარტიის წევრი. მაგას გულისხმობ, ამიტომ რაც არ უნდა ხელოვნებაზე გიწევდეთ და კულტურის ირგვლივ თქო, პოლიტიკა შემოიჭრა და შემოვიდა დიდი დოზით ამ ყველაფერში. გქონდათ თუ არა ასეთი ტიპის კომუნიკაცია, ხო და როგორ გიგმავთ ამ პრობლემის მოგვარებას, რომ ყველა დაბრუნდეს სცენაზე, ჩვენ ერთად მოვდივართ თქვენი ახლა და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ესე რომ ვთქვათ, ჭყალებში კომუნიკაციაც უკი რამე გვაქვს ძლიერი ამ გუნდს ამ კულტურის სამინისტროს გაფიცულსახიობის არაჩვენით არ ვიცით. არა, ძალიან მარტივია რა. ჩვენი მე ვთქვი, მე მგონი პარლამენტში წარდგენის დროს, ანუ კომისიებზე განხილვის დროს, რომ სამინისტროს კარი იყო ღია, არის ღია და იქნება მუდმივად უკუნითი უღუნისამდე ღია იმ ხალხისთვის, ვინ შემოდის შემოქმედებაზე და ხელოვნებაზე სალაპარაკოთ. კლერკები ვართ იქ ჩვენ, მაგრამ დარგს ყავს ძალიან ბევრი ადამიანი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მმართველობის სფეროში 12,000 ადამიანია, თუ არ იცით, ეს არის 80-ზე მეტი ორგანიზაცია, 83 ახლა 84 იქნება საჯარო ბიბლიოთეკა, ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც გადმოდის ჩვენ სფეროში, რასაც სხვა შორის აქვე გეტყვით, რომ კაზუსი იყო კანონში, რომ ისედაც კულტურის კანონი ფარავდა ამ ბიბლიოთეკას და ეს ახლა გასწორდება. ესეც კარგია პარლამენტმა, რაც შეძლო ყველაფერი გაუკეთა, ახლა ჩვენ მეც გავუკეთებთ. მე ასე უყურებ. ამ თემას და თვითონ ვერა რომ ბიბლიოთეკა გავყვეთ ამ თემას. თეატრი დავიწყოთ. ერთი რომ მსახიობებიც ვახსენეთ და თეატრის წინ უფრო ხშირად ვხედავთ მსგავს აქციებს და ვერ ვხედავთ მსახიობებს სცენაზე, მაგრამ ვიდრე ისევ ამაზე ვისაუბრებ, დავიწყოთ ცვლილებით, რომელიც შედის კანონში პროფესიული თეატრების შესახებ. აქვე მინდა განმარტო, რომ ეს არ იყო სამინისტროს ინიციატივა, პროექტის ავტორები არიან დეპუტატები. პროექტი მაყურებლისთვისაც მინდა კიდევ ვთქვა, რომ ორსაფეხურიანი მართვილს მოდელს ითვალისწინებს, რაც დირექტორებისთვის ერთპიროვნული მართვის უფლების მინიჭებას გულისხმობს. ანუ პირებისთვის. კი, და მოვისმინეთ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ მსჯელობა ახლაც მიდის და საბოლოო ვერსიაზე ჯერ ჩამოყალიბებული არ ხართ. თუმცა, როდესაც ამაზე მუშაობა დაიწყო, მოყვა ამას უკვე რაღაც ნაწილის მხრიდან კრიტიკა, ხელოვნების მხრიდან, რეჟისორის მხრიდან, ვიღაცამ თქვა, რომ კანონი სჭირდება თეატრის მეტად კონტროლისთვის, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი არ იქნება და იქნება დირექტორი. დავით ოიაშოვმა თქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ არის კანონი, რომელიც ქართულ თეატრს უკეთეს პირობებში ჩააყენებს და ასე შემდეგ, რომ ეს არის კანონი, რომელიც თეატრს არ სჭირდება და რას საჭირო ეს ცვლილება. უკეთეს პირობებში, ეს არ ვიცი და რას საჭირო ეს ცვლილება. ამიტომ თქვენ აგვიხსენით, რატო გახდა მსგავსი ცვლილება საჭირო და რას გულისხმობს. კანონის ცვლილებას ითხოვდა დარგი და მე ეს ვიცოდი გარედანაც, სანამ როგორც მინისტრი შემოვიდოდი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცნობ ამ დარგს და თეატრის დირექტორიც ვიყავი ცნობისთვის. ჩვენ ვცვლით კანონს და არა ადამიანებს.
ვინ იცით ნინო რომ არის მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელი გორგი მარგველაშვილი იქნება ბატონი გორგი მარგველაშვილი ვინ იცით ვინ იცით რომ არის ხელმძღვანელი რუსთაველის თეატრის რობერტ სტუროა ისევ იქნება ბატონი და ასე გავაგრძელოთ ჩვენი მმართველობის სფეროში არის 25 თეატრი და უმრავლესობა მათგანისგან იყო წერილობითი მომართვები, რომ ცვლილებები იყო საჭირო დარგის განვითარებისთვის, იმიტომ რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან, ერთის მხრივ თანხმედრა უნდა ყოფილიყო კანონი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, მეორეს მხრივ თეატრი განვითარებას ითხოვდა და ავიღეთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი, რომელიც არის ევროპაში, კერძოდ ახლა ვინც იცის, ყველა თეატრის რეჟისორთან ეს გავლილი თემაა ძალიან დიდი ჯგუფებთან. და ინტერდანტის პრინციპზე გადასვლა, ის რაც არის საერთაშორისო მოდელი და განსაკუთრებით ხალხს გაუსვავ იმ ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში, სადაც ძალიან მარტივად რო აგიხსნათ, სახელმწიფო თუ აფინანსებს თეატრს, იმ თეატრს მართავს მართველი, ანუ დირექტორი. საჯარო სამართლის იურიდიული პირებია და იქაც იგივე წერია, რომ კანონის მიხედვით შეირჩევიან ეს დირექტორები. რას გულისხმობ? რა პრიორიტეტს უნდა აკმაყოფილოთ? თქვენ თქვით რომ ისევ რობერტ სტუროა იქნება. ეს ჩანაწერი არის კანონშია ეს ჩანაწერი, რომ დღეს ვინც არის სამხატვრო ხელმძღვანელი, ის ყველა აპრიორი ინიშნება დირექტორად. დამთავრდა. ანუ ესეთი შერჩევით ის აღარ არის. ამიტომ ნინო ამას ეს გავლილია დარგთან კონსულტაციები მიმდინარეობს კი ბატონო იქ წერტილი მძიმე კონკრეტული რაღაც ფორმულირებები და ბუნებრივია რომ ამ კონსულტაციებში როგორც დარგთან ისე თუმცა მე ვფიქრობ რომ თუ დარგში პოლიტიკას და სახელმწიფო ასიგნებებს და ქონებას ქვეყნისას სახელმწიფოს ყველაფერს განკარგავს და პოლის, რასაც ქვია, სახელმწიფო პოლიტიკას წარმართავს, ქმნის და წარმართავს მთავრობა და ამ შემთხვევაში კულტურის სამინისტრო, მე ვფიქრობ, აქ არიან ამ სამინისტროში ისეთი კომპეტენტური ადამიანები, რომლებსაც ესმით ეს დარგი და მით უფრო რომ სარეპერტუარო პოლიტიკას განსაზღვრავს სამინისტრო, იმიტომ რომ ამ დირექტორების დანიშვნას მოყვა ასეთი კითხვებიც. უნდა იყოს თუ არა შეთანხმებული ეს რეპერტუარი. ნამდვილად არ ყოფილა ჩემთან დასმული, იმიტომ რომ დარგთან მაქვს 24/7-ზე კონტაქტი, ისევე როგორც სხვა დარგებთან, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი მიმდინარე პროცესი გვაქვს და ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით იმაზეც, რომ თეატრები მოგენატრათ, იმიტომ რომ წამოდით მე დაგპატიჟებთ ძალიან ბევრ თეატრში იყო საახალწლო პრემიერებიც, მათ შორის რეგიონებშიც და თბილისშიც. ყველა თეატრი პრაქტიკულად აღდგენილი. არის რამოდენიმე ადამიანი, რომელიც თავის პირადი ინტერესების გამო ავნებს ორგანიზაციებს და ეს ამ ორგანიზაციებს შეიძლება იყოს ამ ტიპის პრობლემები. რაც შეეხება გაფიცულებზე, აქაც გიპასუხებთ. გაფიცულებთან კომუნიკაცია მე დე იურე გაფიცული არა ყავს დარგში. იურიდიულად გაფიცული არავინ არ არის. ოფიციალურად ფურცელზე გაფიცულს გულისხმობთ? ფურცელზე ხო, ფურცლით უნდა იყოს გაფიცვა, იმიტომ რომ გაფიცვასაც ისევე როგორც ყველაფერს სხვას აქვს თავის წესი. დე ფაქტო თავს რომ გაფიცულად აღიარებენ და ტელევიზორებშიც ასეა და მე ხა აბსოლუტურად არ მინდა რომ ეს მეცამტერვის ხوار მგიშამობენ რომ ჩვენ გავიგიცეთ და არ თამაშობენ სპექტაკლებში. ისინი არიან კომუნიკაციაში თქვენთან. არა მარტო. ფურცელზე ჩვეულებრივად საქმიანობა მიმდინარეობს მათ რო გითხოთ და თუ გაფიცულები არიან, მაშინ ეს არის სახელმწიფო ქონება, ეს არის სახელმწიფო ხელფასი, სახელმწიფოს ხელფასი არ შეუწყვეტია წამში, წუთში, ყველაფერი აწყობილი აქვს ამ სახელმწიფოს და მაშინ არსებობს სხვა ადამიანებიც, რომლებიც აბსოლუტურად ლეგიტიმურ კითხვებს სვავენ, რომ 5 თვე, 4 თვე შენ რომ სპექტაკლს არ გამართავ, ან კონცერტს არ გამართავ და არის ესეთი ერთეულები, ოღონდ ეს არის 1, 2 და არა 3 შეიძლება არა უმეტეს, შენ საკუთარ ინტერესებს აყოლებ ორგანიზაციებს და ამაზე რეაგირებები უთუოდ იქნება. უთუოდ იქნება, მაგრამ როგორ აპირებთ იცით რას გულისხმობ? აი დღეს იყო ანდრო ჭიჭინაძის პროცესი და ეხა პროდიუსერმა მითხრა რომ პატიმრობაში დატოვა სასამართლო მის. სწორედ ანდროს დაკავებას მოხვა, ხო, მსახიობების მხრიდან, ეხლა რა თქვენ სფეროზე ვსაუბრობ, ყველაზე მეტი ის, აი ასეთ ფონზე როგორ ფიქრობთ, რომ დააბრუნოთ ისინი სცენაზე და თეატრიდან გადავალ უკვე ახლა ბიბლიოთეკის ამბიც მაინტერესებს. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, პოლიტიკოსებიც, მინისტრებიც, ნებისმიერი ადამიანები ვართ და პირველ რიგში ეს არ უნდა დავკარგოთ. ადამიანურად ემოციები მართლა გვაქვს და მით უმეტეს ახალგაზრდა, კარგ
ნიჭიერ ადამიანს, ოდესაც ხედავ, რომ ასეთ ამ ადამიანების ბედს ყველანი განვიცდით და ეხლა ახალს არაფერს არ ვიტყვი, ქვეყანაც პატარა გვაქვს და ყველას გვაქვს რაღაცა, მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კომუნიკაციაზე იყო სამინისტრო ყველა დროს და რასაკვირველია იყო მართველი გუნდი და ჩვენი გუნდი და ჩვენი გუნდის ლიდერებმაც გააკეთეს განცხადებები ამ თემაზე და მე სულ ველოდებოდი, რომ ამ ჩვენი გუნდისგან გადადგმულ ნაბიჯზე იქნებოდა ადეკვატური რეაგირება და მე ხა ამაში ვერაფრით ვერ შევალ, პროცესი უკვე დაწყებულია სასამართლოში მიმდინარეობს და ისევე როგორც სხვა ადამიანები მეც უყურებ ამ პროცესს ამ პრინციპით, რომ ნახოთ როგორ განვითარდება. რასაკვირველია, მინდა გითხრათ, რომ ამ პერიოდში იყო რამდენიმე ისეთი შემთხვევა, რომელშიც ასევე ვიყავით კომუნიკაციაში მაქსიმალურად ჩართულები, რომ რა იყო, როგორ იყო, გაგვერკვია და სადაც შესაძლებლობა იყო მაქსიმალურად კანონის დაცვით, ჩვენ ვერც ერთხელ უწყებაზე ზეგავლენას ვერ ვიქონიებთ, ჩვენი დარგი და სფერო გვაბარია, თუმცა ადამიანურად ყველას მხარში ვედექით, როგორც შეგვეძლო და უწყებებს მხარში ვედექით, რომ პირველ რიგში რასაკვირველია უწყების ხელმძღვანელებიც ღელავდნენ და ვინც გამოდის კომუნიკაციაზე, კიდე ერთხელ ყველა მიცის, რომ 24/7-ზეა ეს სრული კომუნიკაცია. მინდა რომ სხვა სფეროებზე მოვასწრო და ამიტომ მოდით ბიბლიოთეკა ვახსენეთ და მოკლედ ჯერ ამაზე კითხავთ. ანუ საპარლამენტო გადადის კულტურის სამინისტროს ქვეშ. იყვნენ მოწინააღმდეგეთა ნაწილიც თითქოს ამ გადასვლის, ანუ როგორია მათი პოზიცია და რა იცვლება საჯარო ბიბლიოთეკაში ამით. ისეთი რა შეიძლება ხელშესახები იყოს ჩვენთვის. ბოლო 20 წლის განმავლობაში მე სახელოვნებო სფეროს წარმოვადგენ. კი, მედიაშიც მიმუშავია, მაგრამ იცით რომ ძალიან ბევრი მარტო სასახლე, თეატრი, რა ვიცი, მუსიკალური ორკესტრი, ყველაფრის ხელმძღვანელი ვიყავ, ესე მგონია, რომ ბევრი ცხოვრება ვიცხოვრე. 20 წელი საუბრობდით, რომ დედა როგორ ჩამოიქცა 20 წლის წინ, რა თუდი გადაწყვეტილება იყო, რომ ნიჭიერთა აწლედი არა აქვს შენობა, არ აქვს. განვითარდა ამ 12 წლის განმავლობაში 10 წელს რეაბილიტაცია მოხდა და აი გასულ წელს ჩაბარდათ და მეც ბედნიერი აბსოლუტურად რომ ჩაბარდა 10 წელს რეაბილიტირებული შენობა აქვს და კარგი პირობები და როგორც კი მივედი მინისტრად ფეხდაფეხ მომყვა 10 წლების ისევ პრობლემა რომ მეგონა რომ ეხლა მუსიკალური ინსტრუმენტები რა გვეშველება გუში მუსიკალური ინსტრუმენტები მიიღეს ამიტომ ვამბობ რომ აუცილებლად იქნება 1-2 ადამიანი რომელსაც აქვს დარგზე შიშები ამას აქვს ან ობიექტური ან სუბიექტური მიზეზები. ჩვენ ახლა გვახსოვს ამ ქვეყნის შვილები ვართ, რომ ბოლო 30 წელიწადში იყო და ამ 12 წელიწადშიც იყო, რომ პროგრესი და რაღაცა კარგს ეწინააღმდეგებოდნენ ვიღაც ადამიანები. ამაზე ვერ ავეწყობით, იმიტომ რომ საჯარო ბიბლიოთეკის დიდმა კოლექტივმა 500 კაციანი კოლექტივია, თუ ახლა ზუსტი ციფრები შეიძლება ამ თუთა შემეშალოს და დაახლოებით ადგარეში წავთ, მე მგონი 1-50 ადამიანი, აფერი არ იცვლება. საუკეთესო ბიუჯეტით, პარლამენტისგან მოვლილი, ფუფუნები. ეს ეროვნული ბიბლიოთეკა გადმოეცემა კულტურის სამინისტროს, რაც კანონთან ერთის მხრივ შესაბამისობაში მოიყვანს, იმიტომ რომ და არაფერი თქვათ იქ თანამშრომლებისთვის არ იცვლება. რაც როგორც იყვნენ საჯარო მოხელეები, ისევ ისე რჩებიან და მეცაც გეტყვით, იცვლება უკეთესობისკენ. ჩვენ ყველგან უფრო დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ უფრო მეტი ვაკეთოთ მართლა და ეხა ამ ბოლო პერიოდში გაკეთდა ქუთაისში მათთვის საცავი, სადაც უნიკალურად არის გაკეთებული, მოწყობილი. ეხლა კიდე თუ უფრო მოკლედ გავამდიდრებთ და გავადიდებთ ეხლა ამას, თორედ ძალიან კარგად ვიცით 1856 წლიდან რა ისტორია აქვს ამ ინსტიტუციას გავლილი და ჩვენ ამბიციური გეგმა გვაქვს მათ მენეჯმენტთან და ადმინისტრაციასთან ერთად. და ვისაუბრეთ, შევხვდი როგორც გენერალური დირექტორს ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას, ისე შევხვდი მის მოადგილეს მირიან ხოსტაიშვილს და ვისაუბრეთ დარგში
კიდე რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ფინანსურად მეტი მოიზიდონ, რისი თავისუფლებად საპარლამენტო დაქვემდებარებაში არ იყო იქ საერთოდ საჯარო სამართლის სუბიექტი, ერთადერთი ამ ტიპის ორგანიზაცია იყო და ძალიან მძიმე იყო სამართავად თვითონ ბიბლიოთეკის. ანუ უფრო მოქნილი ხდება. მარტივ რაღაცას კი, რა საკვირველია და თავის საკუთარი შემოსავლები გაუჩნდებათ, რაც კიდე მეტ საშუალებებს გააჩენს განვითარებისთვის და ეს უნდა იყოს ნამდვილად მეცნიერების და ახალგაზრდობის და რა ვიცი, წიგნიერების და ყველაფერი კარგის კერა, როგორც იყო, ისევ იქნება. აი მარტივ მაგალითს გეტყვით რა. მაგალითად, ბილბაოში რო გუგენჰაიმის მუზეუმია და ნიუ-იორკში როა გუგენჰაიმი, იცით ზუსტად ერთად იმართება თუ ცალ-ცალკე, ხო არ იცით? რა თქმა უნდა. არაფერი არ შეიცვლება. არაფერი არ შეიცვლება. ლუვრი არის პარიზშიც და არის საუდის არაბეთშიც გახსნეს. ხო არ ვიცით, მეცად გეტყვით ერთ ქალაქში, ნიუ-იორკში არის მეტროპოლიტან ოპერა და მეტროპოლიტან მუზეუმი. ზუსტად იცით ეს ამ პრინციპით. ანუ ჩვენ ბრენდები და ჩვენი ინსტიტუციების გამძლავრებაზე სტრუქტურულ სწორი მართვის მოდელების და სწორი მენეჯმენტის დანერგვაზე ვართ ორიენტირებული. აი მოდით კინოში და კინოს გაძლიერებისთვის რას აკეთებს სამინისტრო, იმიტომ რომ გვახსოვს ამ კინოს განვითარების კუთხით იყო მუდმივად საუბარი გვსმენია კრიტიკა კინოცენტრის მისამართით, ნაწილი წუხდა რომ კინო დაფინანსება რაღაც სუბიექტური შერჩევით ხდება, როგორია ასე ვთქვათ ხელშეწყობის ტენდენცია ხო სამინისტროს მხრიდან და ორი რას ენიჭება პრიორიტეტი? ხელმისაწვდომობა იყოს და ხელშეწყობა. ახლა რაც შეეხება კინოს, ისევე როგორც ბიბლიოთეკას. კი, მაგრამ არის ბატონო, კიდევ უფრო სხვილი სფეროა და თან ამ ჩვენთვის ძალიან ამბიციური, იმიტომ რომ მე-20 საუკუნის კინემატოგრაფში ქართველებმა დიდი და ძალიან ბევრი წარმატება მოიპოვეს. დიდი სახელი გვაქვს ძალიან ბევრი კინოში და მე ზუსტად მიმაჩნია რომ მოსავლელია და ეროვნული კინოს გადაღებას ასე ვთქვათ. სხვა ჩვენს მინდა გითხრათ რომ ისეთი ბიუჯეტი როგორც ახლა კულტურის სამინისტროს არასდროს არ ქონია. კინოს დარგში გულისხმობთ თუ ზოგადად სამინისტროს როგორი გამსხვილებულებიც და კარგად წარმოდგენილებიც ვართ ახლა ასე არასდროს არ ყოფილა. და ესეთი განვითარება. და რას მისცემს ეს კინოს? აი მოკლედ გეტყვით, ჩარშა მაგალითად 17 მილიონია მარტო 550-ზე მეტი პროექტია დაფინანსებული ცალკე. გარდა იმისა, რომ ბიუჯეტური დაფინანსება აქვს მიღებული დარგს ის რაც ეკუთვნის. ეს უნიკალური ციფრებია და ახლა ამას მიღმა კიდე ძეგლთა დაცვის ბიუჯეტი, კინოს ბიუჯეტი და ასე შემდეგ. მოდი კინოს თქვენ მინდა რომ მოვასწრო. ახლა ერთ რამეს გეტყვით, მე ვინატრებ ძალიან რომ მორიგი შედევრები ვიხილოთ მალე და ვდებ პირობას რომ სულ კომკავშირელი იყოს ის ადამიანი ვინც ასეთ შედევრს გადაიღებს მე მას აუცილებლად ხარ შემოვდები და კონკრეტულად ეხლა რა ჯერ ხო მეც არ მინდა თანამედროვე ადამიანები ხო ნამდვილად არ მინდა თუ ვინმეს არ უნდა მე პირველს რა თქმა უნდა აქაც საჭირო იყო ხედვა და ინსტიტუციური მედგომა. რადგანაც დარგში იყო გარკვეული ეს კრიზისული, მოდით ესე ვთქვათ, სიტუაცია, მე შევხვდი ყველას დაპირისპირებულ მხარეებიდანაც, მათ შორის მოვისმინე აზრები. მოვისმინე უსათუოდ აზრი უნდა ვიცოდე და ვისაც ჰქონდა სურვილი. თორე ახლა ქუჩაში ნამდვილად არ დავსდევთ ადამიანებს, ვინც თვითონ გადმოდგა ნაბიჯია, ყველას შევხვდით. შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ ამ მოდელის გაჯანსაღებისთვის უყურეთ 68 ფილმი აქვს კინოცენტრს ეროვნულს ჩაშვებული კინოწარმოებაში. და აღმოჩნდა, რომ 55 ფილმი არა იმიტომ, რომ რაღაც მიზეზის გამო ვერ თავდება, არამედ კინოწარმოების პრობლემებია, მენეჯმენტური პრობლემებია. ზოგი დოკუმენტს ვერ წარმოადგენს, ზოგს პრობლემა აქვს, რომ აი ბოლომდე ვერ მიყავს, ზოგს ძირითადად არის მენეჯმენტის პრობლემები. სამინისტროსგან დამოუკიდებელი პრობლემები. სამინისტრო ეს ისედაც არ არის, ეს არის სიპი. ხო, ანუ რაღაც რომელიც დაუშვათ კრიზისშია, ვაღიარებთ, თვალებს ჩავხედეთ პრობლემებს და დავიწყეთ შეხვედრები. დავიწყეთ და შევაგროვეთ ჩვენი გუნდის ბექა დავითულიანის და გუნდის სხვა წევრებთან ერთად შევაგროვეთ რაღაც ჯგუფი, სადაც პირველი მოთხოვნა რაც ჰქონდა, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებელი ადამიანები ყოფილიყვნენ და არანაირი ინტერესთა კონფლიქტი კინოსთან. დამოუკიდებელ ადამიანებს, არა დარგის ადამიანებს ვთხოვეთ, რომ ჩაეხედათ ამ სფეროში და გამოსავლის ძიებაში დაგხვარებოდნენ. გავიდა რაღაც 2-3 კვირა, მოვიდნენ და გითხრეს, რომ აი 7 ფილმის დახურვის საშუალება არის.
ანუ ეს რაღაც ცალკე ჯგუფი მუშაობს, იმიტომ რომ ამაზე მუდმივად არანაირი ცალკე ჯგუფი არ არის, ეს ადამიანები შიგნით დავნიშნეთ, ამ ადამიანების ჯგუფი შიგნით დავნიშნეთ, ოღონდ არა მმართველ პოზიციებზე, არამედ კონსულტანტები, ზოგი ფინანსური კონსულტანტი, ზოგი იურიდიული, ასე. და რამდენიმე ადამიანი შევკრიბეთ. რომელიც კინოსფეროდან არ არიან, არც რეჟისორია, არც პროდიუსერი, ანუ ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. ადამიანებმა მოგვიტანეს დოკუმენტები და გითხეს, რომ 6-7 ფილმი აი ამავე კვირაში დასრულდება და გავა წარმოებიდან. ეს რას ნიშნავს? რომ 7 ახალი ფილმი აქვს საქართველოს კინოფილმი. ეხლა კიდე 6 შეგვიძლიაო, ასეთივე ვადაშიო და კიდე 7 გვაქვაო გამორჩეული, რომელსაც უბრალოდ ელემენტარული პრობლემა, ანუ კინომენეჯმენტის პრობლემები. ჩვენ ეს ადამიანები უკვე ზუსტად ისე როგორც ძეგთა დაცვაში ქალბატონია და მისი გუნდი წარვადგინეთ, ზუსტად ასევე არიან ადამიანები, რომლებიც უახლოეს დღეებში იბარებენ უკვე კინოცენტრს. ისინი ეს არის ერთი მხრის პრობლემა, რომ არსებული კინოწარმოება დასრულდეს და მეორე პრობლემა, რომ აი შერჩევის წესი, რასაც ამბობთ ნინო, რომ სწორი და ყველასთვის ადვილად მისაწვდომი, ხელმისაწვდომი და სწორად რეგულირებული. ესე იგი დრო მოვიდა იმისთვის, რომ რაღაცეები შევცვალოთ. არსებობს კარგი ფრანგული მოდელი, არსებობს ამერიკული მოდელი, ინგლისური. სხვადასხვა ქვეყნებს აქვს სხვადასხვა კინოწარმოების მოდელები. რასაკვირველია, ეს ადამიანები დაამენეჯმენტებენ ახლა რაღაც ჯგუფს, რომელიც გააკეთებს სწორ ახალ მოდელს, რომელთაც ვეცდებით, რომ კინოცენტრი საბოლოოდ გამოვიყვანოთ, თუ კი რამე კრიზისი არსებობდა და საბოლოოდ კიდევ ერთხელ მივცეთ შანსი, რომ ამ ახალ ეტაპზე უკეთ და უკეთ გააკეთოთ. მეტი და მეტი ქართული კინო გადაიღონ რეჟისორებმა და შეიქმნას და დაფინანსება ახსენეთ, ძალიან მოკლედ უნდა გავყვე დრო მეწურება. აქვს თუ არა და თქვით, რომ ამხელა ბიუჯეტი არ ქონია სამინისტროს თვით იგივე კინოზეც უფრო მომართულია, საკმაოდ დიდი დაფინანსება ჭირდება მემკვიდრეობის დაცვასაც, რაც თქვენ უკვე არაერთხელ ახსენეთ. ის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტი მაგალითად იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური დახმარებით ხორციელდებოდა. კი, და 5 მილიონამდე ევრო დაიხარჯა 19-24 წლებში. კი წინა წლებში, მაგრამ ამით რისი თქვა მინდა, იცით, აი ესეთი უამრავი პროექტი იყო, რომელიც გარე დაფინანსებითაც ხორციელდებოდა, რა ჩაანაცვლებს ამ ფინანსებს, როდესაც დღეს შეჩერებულია მსგავსი პროექტები და ხო, მემკვიდრეობის დაცვა, რამდენად მემკვიდრეობის დაცვაც და სამინისტროში ახლა თუ სწორად თუ არა, ჩვენს არეალში 93-ვე სიპიდან ერთ სიფშია შემოქმედებით საქართველოსია მხოლოდ გარდამავალი პატარა ისიც გრანტი, რომელიც არ არის დაფინანსება, ეს არის შემოქმედებითი ევროპის, ესე რომ ვთქვათ, მოდელზე, ანუ პროექტულ აზროვნებაზე გადასაყვანად რაღაც პატარა ტრეინინგებს აფინანსებენ და 2 თუ 3 წელია კიდე დარჩენილი. ზუსტად ახლა რო არავინ მედაოს მე რომ ესე თქვი, ისე თქვი, ზუსტად ვიცი რომ კულტურული მემკვიდრეობის კუთხით რაღაცა ალბათობა შეიძლება იყოს, რომ რაღაცა გამომრჩა და არ ვიცი და მაგრამ პროექტი ეხურება ერთადერთი დასაცავად ფინანსები დიდი ხანია უკვე სახელმწიფოს აქვს ჩანაცვლებული პირდაპირ გეუბნებით. კულტურულ სააგენტოს აქვს თავისი ბიუჯეტი, პლუს აქვს თავისი შემოსავლები, იმიტომ რომ იქ არის მუზეუმ-ნაკრძალები და ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს ამ კუთხით, ყველამ ვიცით, ეხლა აქ არავინ არ ცდილობს რომ რაღაცებზე პასუხებს გაგცემთ. ერთადერთი დონორი, რომელიც ვიცი რომ ბოლო 30 წელია ამ სფეროს რუდუნებით უვლის, ეს არის ფონდი ქართულ ბატონ ბიძინა ივანიშვილი და მთელი მისი ოჯახი. სხვა დონორი ეხლა არ ვიცი და ის ადამიანი კიდე ამას აკეთებს ბოლო 30 წელია მე მგონი განუწყვეტლი. რუსთაველზე არც ერთ ძეგლი არ იდგებოდა, რუსთაველის თეატრი არ იქნებოდა, ოპერა, კინომსახიობთა და მათ შორის ძეგლები და ეხლა თუ გვაქვს ხოლმე შეხვედრები, იმიტომ რომ მარტო ძეგლები კი არა, ადამიანები და რა ვიცი, ყველაფერი გადაარჩინა და ქვეყანა გადაარჩინა ბოლო-ბოლო. და ობიექტურობისთვის უნდა იყოს გამოყოფილი დასავლეთის მხრიდანაც, მაგრამ აღარ არის უკვე ფინანსები და ეს არ არის ჩემზე დამოკიდებული ფაქტია, რომ უკვე სახელმწიფოს ჰქონდა წლების მანძილზე ჩანაცვლებული ეს. კი ბატონო, და სფეროს წარმატების ერთ-ერთი გამსაზღვრელი არის, აი გავყევი უკვე წუთები დაგვრჩა მომავალი თაობის აღზრდა. 3 უნივერსიტეტია, მე თვითონ თეატრის
4 ანუ მე გულისხმობ ბათუმის სახელოვნებო ხო თეატრალური კონსერვატორია და სამხატვრო აკადემია იგეგმება თუ არა მუდმივად ეს პერიოდულად იქნება ამაზე ჩემიც იმიტომ რომ მე თეატრალური უნივერსიტეტი მე კონსერვატორია მუდმივად ეს პერიოდულად წამოიჭრება ხოლმე ეს თემა და იხურება თუ არის ამათი გაერთიანება და გეგმილი ამ უნივერსიტეტების გამსხვილება ასე ვთქვათ იმისთვის რომ რაღაც ეს ახალი თაობა მიდგომებს ნამდვილად ვცდილობთ რომ გქონდეს და მხოლოდ იმის გამო კი არა რომ ესეთი კონგენიალური აზრები გვაქვს არა იმისთვის რომ დარგს წაადგეს ამ ეტაპზე სახელოვნებო განათლება ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა იმიტომ რომ პრაქტიკულად რო არ მოგატყუოთ სამივე თბილისის სახელოვნებო უნივერსიტეტს აქვს უკვე საერთაშორისო აკრედიტაციაზე აქედან ერთს აქვს მოლოდინი და დანარჩენებს უკვე თეატრალს ნამდვილად მიღებული აქვს ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და სამივე თბილისის ხელმძღვანელებთან, რექტორებთან, კანცლერებთან და ვიცე-რექტორებთან ერთად მართავთ ხოლმე ძალიან ხშირად შეხვედრებს, ყავს სახელოვნებო განათლების ექსპერტები ჩართული და ძალიან ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ საერთაშორისო დიდი, აი როგორც იყო ჩემ ახალგაზრდობაში, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სახელოვნებო სკოლა იყო ამ რეგიონში, ასევე გავხადოთ საერთაშორისო დონის ესეთი სკოლები, ძალიან მნიშვნელოვნად გვჭირდებიან მაგალითად საორკესტრო მუსიკოსები პროფესიებში, ვიოლონჩელისტები, ჩელისტები, კონტრაბასზე, ჩასაბერზე, ხის, ლითონის არ აქვს მნიშვნელობა, გვჭირდება კინომენეჯმენტი, აქ გითხარით, რომ მენეჯერები გვჭირდებიან იმ დარგში, სხვადასხვა მიმართულებით ადამიანები. როგორ შეავსებს ამ კადრებს? ძალიან მარტივად შევავსებთ, ვფიქრობთ, რომ რაღაც გარდამავალ ეტაპზე მოდით ამას დავიტოვებ, იმიტომ რომ ძალიან დიდ პროექტს ვაკეთებთ და პრემიერით ჩართულია და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ უпростоრად სამივე უნივერსიტეტის და რასაკვირველია ეს ბათუმისთვისაც მოხდება, უნივერსიტეტების სტაფთან ერთად თავიანთივე სფეროებში მოვამზადებთ ისეთ პროექტს, რაც გააჯანსაღებს და კიდევ უფრო მაგარს გახდეს ამ უნივერსიტეტებს და ნამდვილად გვაქვს ის ამბიცია, რომ კარგი გეგმებით წავდგეთ ახალგაზრდებს. ასეთი ამბიციური გეგმები გაქვთ თუ არა კულტურის სფეროს პოპულარიზაციისთვის, იმიტომ რომ უამრავი საერთაშორისო გამოფენები ტარდება. ჩვენთან ხომ არ მუშაობთ, იმიტომ რომ მე ხა ესეთი ყველაფერი რაც მაქვს მონიშნული რომ არ დამვიწყებოდა და მე თქვა და მოვემზადე, იმიტომ რომ როგორც ამ რანგში პირველად ვარ და არ მინდა რომ ვინმეს ყურადღება მოაკდეს, კი, ნამდვილად ერთ-ერთი პირველი გამოწვევა და მთავრობის სხდომებზე სულ საუბრობთ და მთავრობის ფორმატში და გვაქვს დიდი გამოწვევა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პრემიერის ადმინისტრაციასთან და მისი ჩართულობით ვიწყებთ პროექტს. სხვა ჩვენს მინდა გითხრათ, რომ ბოლო 4 წელი ძალიან ბევრი პროექტი იყო უცხოეთში და ამას დამეთახმებიან, რომ რეგიონებიდან ყველგან ვართ წარმოდგენილი, აბსოლუტურად თუ კი რამე დიდი საერთაშორისო გამოფენა და ეს წლებია ესე გრძელდება. ეხლა გვაქვს კიდე დამატებით, რასაც ვაკეთებთ, თორე ბერლინალეზე და უშუალოდ სადღაც ბიენალეზე ან გამოფენაზე ან ექსპოზე რო ვართ წარმოდგენილი, მსოფლიოს მასშტაბით გასაგებია. ეხლა სიახლე იქნება, რომ სავარაუდო ვიგეგმებით ეხლა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი 1 მაისიდან სადღაც ივნისის შუა რიცხვებამდე ასე წარადგენს საქართველოს სხვადასხვა ქვეყანაში საელჩოები საქართველოს. ეხლა იქნება სხვადასხვა დღეს იხდიან, ბუნებრივია, ეხლა არ არის პირდაპირ კვირა. ეხლა ჩვენ ვაკეთებთ ორი ტიპის საერთაშორისო პროექტებს, ერთი იქნება კულტურის დღეები, მეორე იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დიდი ღონისძიებები. ჩართულია ამაში ტურიზმი, ჩართულია საგარეო, ბუნებრივია, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ ქვეყანაში საელჩოა ჩვენი მთავარი მასპინძელი კი არა, წარმდგენია ამ პროექტის. ჩართული იქნება რასაკვირველია კულტურული სფერო მთლიანად და დაწყებული ქართული ტრადიციული კოსტუმიდან დამთავრებული ღვინის სააგენტო, რომელიც ღვინოს წარადგენს, ტურიზმი, რომელიც სხვა შორის გასულ წელს ტურიზმის პრიორიტეტებს და ეკონომიკურ ბმაში ვიქნებით, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისად ჩართული იქნება. გასულ წელს მინდა ვთქვა, რომ პრემიერს ჰქონდა ზუსტად ესეთი პროექტი წაღებული ბერლინში.
მისი ეგიდით გაიმართა და ძალიან კარგი რეზონანსი ჰქონდა ამ პროექტით და აქედან წამოვიდა ეს იდეა რომ ამ ტიპის პროექტები ვაკეთოთ არის ამაზე მოთხოვნა აქტიურად მუშაობთ ჩვენ კოლეგიალურ რეჟიმში მე და ქალბატონი მაკაბოჭორიშვილი და ბუნებრივია რომ პრემიერის პატრონაჟით და მთლიანად ქვეყნის პატრონაჟით გავა ესეთი პროექტები და საუკეთესო მათ შორის რეგიონებიდან, მათ შორის თბილისიდან საუკეთესო აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ისეთი ფოლკლორი, რომელიც არის ჩვენი არამატერიალური მემკვიდრეობა, როგორც ჩვენ გვაქვს, ნამდვილად უნდა მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ ხო, და საუკეთესო გვაქვს ხელოვნება, მათ შორის პროფესიულიც, ფოლკლორულიც, ასეთიც, ისეთიც და მე ვფიქრობ, რომ ნიშნულოვანია ამაში ჩვენი როლი, რომ სწორად ვხედავდეთ ჩვენ პოზიციას, რომ ჩვენ ვართ მენეჯმენტი, რომელიც ყველა დარგში მენეჯმენტის პატარ-პატარა ფორმირებებით და უკეთესობებს გამოვიწევთ. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდის პირობებში ეს გამოგვივა ძალიან კარგად. იმედი მაქვს, რომ თექთადაცვაზე და ბევრ რამეზე ვერ მოვასწარით, სხვა დროს ალბათ ვისაუბრებთ. ბევრჯერ იქნებით ჩემი სტუმარი დღეს ამ დროში მინდოდა რომ ესე გადაგვეულო უბრალოდ სფეროებში რა ხდება, თორემ ბუნებრივია უფრო ღრმად ვისაუბრებთ თქვენც. უკეთეს კი და ვისურვებდი რომ ბევრი კარგი ნამუშევრები გვენახოს თუ კინოში თუ თეატრში. მე ვისურვებ რომ თუ კინოში და თეატრის გვეხალისებოდეს, გვინდოდეს რომ კულტურაზე ვილაპარაკოთ მეტი, ვიდრე იმიტომ რომ სხვა სამყაროა და ამ სამყაროში მთავარია რომ მშვიდობა გქონდეს. ჩვენი გუნდი ამისთვის მზად არის. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. თინათი რუხაძე, კულტურის მინისტრი, პასუხობდა ღამის კურიერის კითხვებს. მე დღეს ამით გემშვიდობებით, მომავალ შაბათს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, კვლავ შევაჯამებთ კვირის მნიშვნელოვან თემებს და ისევ მოვისმენთ განსხვავებულ პოზიციებს. მადლობა რომ გვიყურეთ. მომავალ 4 შაბათამდე.